კემპიდან სალამი ვიწყებთ მასტერკასტის პირველ ეპიზოდს, სანამ სტუმრის წარდგენაზე გადავალთ, გეტყვით რომ ჩვენი წარდგენი არის 7-7 ფეხბურთის ასოციაცია, ხოლო გაგა გვეტყვის თუ სად ვიმყოფებით ახლა? დღეს ვიმყოფებით ვაჟა შაველას 45 ნომერს სპორტულ კუთხე კემპში და აქედან წარვადგენთ მასტერკასტს. ხოლო ჩვენი სტუმარი დღეს იქნება 7-7 ფეხბურთის ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი აკო ხლაბუსტოვი. აკო, როგორც ვიცი, პირველად ხარ ამ გარემოში და უპირველეს ყოვლისა რო გითხრათ, როგორ მოგწონს? გამარჯობათ ბიჭებო, გამარჯობათ. ძალიან კარგ გარემოში ვიმყოფები. მოგესალმები ყველას, ვინც უყურებს და თვალს ადევნებთ. ბიჭების პირველი გადაცემა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგრად წაიღებს და მე მჯერა რომ ახალგაზრდა ცეცხლები შეუბერავენ, მაგრამ და თქვენი მხარდაჭერა რა თქმა უნდა დაჭირდება და რა უნდა ვქნათ? ამისთვის უნდა გამოგვიწეროთ, უნდა დაწეროთ კომენტარები და რაც თავარია ყველაზე მეტად რაც გავიხარდება თუ გადააზიარებთ ჩვენ ვიდეოებს, ასევე გეტყვით ბარემ რახან ეს თემა წამოიჭრათ, ავისით რომ თუ ჩვენს YouTube არხზე, კონკრეტულად ამ ვიდეოზე დატოვებთ კომენტარს, თქვენ გექნება ჩანსი რომ მოიგოთ კემპის 150 ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც შემდეგ ეპიზოდში გავათამაშებთ. ამიტომ, როდესაც ეს ვიდეო დაიდება, იაქტიურეთ და ჩვენ რენდომაიზერით ამოვარჩევთ გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა ეს ვაუჩერი. ასევე სანამ სპონსორებიდან გადავალთ, თქვენ შეატყობთ რომ ჩვენ ღია ვარ სპონსორობისთვის, ამჯერად ონკანის წყალმა დაგვასპონსორა და იმედი გვაქვს რომ შემდეგი ეპიზოდიდან უფრო ასე ვთქვათ პლუს 1 სპონსორით ვიქნებით. მოკლედ დავიწყოთ რა თუ არა ბეთლაი მასტერიგით აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენი ასოციაციის მოგეხსენებათ მეც მათ შორის ამ ასოციაციის წევრი ვარ და როგორც ასე ვთქვათ იმას არ ვესაუბრები სხვა ადამიანს მოკლედ ერთად ვაკეთებ. ან ჩვენი გუნდის წევრი ხარ რა, მაყურებლებს რომ მარტივად აუწყო. ხო, შესაბამისად ანუ აქ რაღაც ისმას აბა რას აკეთებ და რაღაცას, რა თქმა უნდა არ იქნება. ბიჭები ჩართულები არიან, შეგაწყვეტინებ. გაგაც და მურთოც ჩართული არის, კონტენტ კრეატორი არის ერთ-ერთი ჩვენი გაგა, რომელსაც მედია ჯგუფს ხელმძღვანელობს და მაქსიმალურად ცდილობს რომ რაღაცნაირად წარმოვაჩინოთ. მიუხედავად იმისა, რომ რასაც ვაკეთებთ, ზოგადად 10%-საც კი ვერ ვანახებთ ადამიანებს თუ რას ვაკეთებთ, ვფიქრობ, რომ წინა წლებთან შედარებით დღესდღეობით უფრო მეტად გამორჩეული ვიდეოები და გამორჩეული რაღაცა კონტენტი გვაქვს შექმნილი და ამისთვის მადლობა ბიჭებს, მადლობა მურცა შენს და მინდა რომ ეს პირველი ნაბიჯები თქვენთვის იყოს ძალიან წარმატებული და ამისთვის მე პირადად, რა ვიცი, გამოწერილიც მექნებით, აუცილებლად მეყოლებით და ასევე ხშირად უყურებ თქვენ ვიდეოს და სასიამოვნო სტუმრების გეყოლება დარწმუნებული ვარ და მოკლედ ერთი სიტყვით ხართ მზად? კი, რა თქმა უნდა. აქვე რახან ახსენე, ჩვენც გამოწერილი ყავხარ უკვე, აკოს აქვს ასე ვთქვათ, ესეთი წამოწყება, იცხოვრე ფეხბურთით, ეს თავიდანვე როცა დაარსეთ, როგორც ვიცი, ეგ თქვენი ის იყო, რა ვქნა, ნიშა. შესაბამისად, ახლა YouTube-ზე ჩაწეროთ ჰეშტეგით იცხოვრე ფეხბურთით, ან უბრალოდ იცხოვრე ფეხბურთით, ამოგიგდებთ ახალ გადაცემებს, სადაც აკო დაიწყო, აცნობს მასტერ ლიგის და ასე ვთქვათ, ჩვენს ასოციაციაში და ჩვენი ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში ჩართულ ადამიანებს და გუნდებს მათ შორის, ასეთი ძალიან ბევრი არის და აკო ცდილობს რომ ასე ვთქვათ ეს ამით კარგი გაგებით მოიწამლონ ახალგაზრდებით და უკვე ის ადამიანების ვინ ჩართული არიან და უკვე 6 ეპიზოდი არის და აუცილებლად აღწერაში იქნება რა თქმა უნდა კემპის არხიც და ასოციაციის არხიც და აუცილებლად გადადით და ეგ არხიც გამოიწერეთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ სპორტის სამყაროში საინტერესო რაღაცეებია, იმიტომ შიდა სამზარეულოს ვაჩვენებთ იმისას რაც ვაკეთებთ. კი აქ შეუძლია ვიღაცას შემოვიდეს ნახოს, მოვიდეს ფეხბურთი. ცოტა გალაპარაკოს რა თორე ეს წაიღებს. არა, ხო და ეხა გადავდიოდი გაგაზე რა. ხო და ეგ სუდოს გამოწვევი ხა არ ვიცი როგორ იქნება. მოკლედ შიდა სამზარეულოზე. კომენტარებში დაუწერეთ რომ ნაკლები ლაპარაკოს. ხო და მოკლედ რას ვამბობდი რა ეს მედია ჯგუფი გავაკეთეთ, ბევრმა შეიძლება აიცოდეთ, ჩვენ ვიცით, მედია ჯგუფი გავაკეთეთ წეს და გაგა არის ამ მედია ჯგუფში ძალიან ისე ჩართული და მაგარ ვიდეოებს აკეთებს გაგა კემპზეც. ისეს და ზუსტად მაგ შეკითხვას უსვამდი. ეხლა რომ გაგას მინდა ვკითხო, აი როგორი ასე ვთქვათ ტიპაჟები არიან ის ფეხბურთები, ან ზოგადად ფეხბურთების ტიპაჟი ბევრმა იცის როგორიც არის და ანუ იქ ბეთლაი მასტერიგას ჩართულ ადამიანებთან ვისთანაც გაქვს ეს კომუნიკაცია და ასე შემდეგ. აი როგორ მოგეწონა ეს შენთვის იქნებოდა სიახლე ხო იქამდე? მოთამაშე თუ თანამშრომელი? მოთამაშე თან გულისხმობ რა თქმა უნდა.
Master League-ის მოთამაშეები ყოველთვის გამორჩეულები არიან ჩემი აზრით, იმიტომ რომ ისინი ძალიან ინდომებენ ახასიათებს თავისებური აღნიშვნები, ასევე მათ აუცილებლად დაყვებათ მისი დიდი გულშემატკივრების სტადიონზე, მზიური არენაზე, Master League-ის სტადიონზე ყოველთვის შეხვდებით სავსე სტადიონს, სავსე მაყურებლებით, სადაც იცვლება ემოციები. მე პირადად ძალიან მომწონს მათთან თანამშრომლობა. ფიქრობ, თვითონაც ძალიან უყვართ Master League-აზე მოსვლა და რავი. ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება გავიცანი ამ ვიდეოების გადაღებაში ამ ბოლო დროს, რისთვისაც მადლობელი ვარ BetLive Master League-ის და აუცილებლად იმისაც მჯერა რომ კიდევ უფრო მეტ საინტერესო პიროვნებას გავიცნობ მომავალში. დღესაც უნდა წასულიყო და გაეკეთებინა, უბრალოდ გადაცემის ჩაწერა დაემთხვა და გაგას მოუწია აქ დარჩენა და ხვალანზე მოკლედ გადაიღო. საინტერესოა თქვენმა მაყურებლებმა და თქვენმა გამომწერებმა რომ იცოდნენ როგორ თამაშობ თქვენ ფეხბურთს. კი, ჩვენ ხო აუცილებლად გააკეთებენ ბიჭები, დარწმუნებული ვარ ვიდეოს თუ როგორ არ შეიძლება რომ ითამაშო ფეხბურთი და ცალკეს ტუტორიალი გვექნება. დაუთმობთ. კიდე კარგი რაღაც წამოჭერი, მაგასაც გავაგზელებ, რომ მაგ კონტენტსაც თავიდან ვაპირებდით, რომ გაგოკეთებინა ამ გადაცემაში ვეყოფილიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე შეიძლება ჩვენ მოწვეული სტუმარი სიტყვაზე ჩვენთან არ თამაშობდეს, ან სიტყვაზე საერთოდ ფეხბურთთან არ ქონდეს კავშირი და იყოს სხვა რაიმე სფეროს წარმომადგენელი. ან ჩელენჯების გადაღებას. ხო, ჩელენჯების გადაღებას. და შენ უნდა გავუკეთო ჩელენჯი? მე და გაგის ტყუპისცალმა. გაგას ტყუპისცალმა გაგი. კი. ჩემი ტყუპისცალი ჩაერთვება Master League-ის სტადიონიდან ხოლმე და იქ დააჩელენჯებს. შენაერია თუ? კი, იდენტური ტყუპები ვართ. შენაერი სიმპათიური ბიჭია თუ? შედარებით ნაკლებად, მე უფრო მე სიმპათიური. დარწმუნებული ვარ ამას ტყუპი არ ეყოლება. ეს არის ერთი და მორჩა განუმეორებელი. მოკლედ, ეხა გადავიდეთ, მოდი, კარგია ეს თავიდან ფამილიარული და ესეთი შეიქმნა რაღაც დაძაბულობა ყველას მოგვეხსნა და მე ვფიქრობ, რომ უნდა დავიწყოთ იმ ამბით 7 ფეხბურთის ასოციაციის ნაკრებით. მად მეც ვიყავი, ის მე მიმყავდა ის რაღაც რომ ვაკომენტარებდი თავიდან პირველ ძალიან ცუდი კომენტატორი ყავდა თამაშებს ხმას გაუთიშე და ისე უყურებდი რომ გავამეორე ანუ საბედნიო რომ ჩემდეგი თამაშები ნამდვილად აღმოაჩინე შენი თავი მაგ განხრით ბოლო ორი მატჩი საკმაოდ ისეთი მან ტექნიკური ხარვეზი იყო მაგრამ მე არ მიყვარს ეხლა იმებზე ლაპარაკი რა თავის შექება კი არა და რა ქვია გამართლება ხო მოკლედ რას გეკითხებოდი აკო ასე რომ თუ რეკლამასაც შემილია რომ სეტანტა სპორტს შევთავაზოთ ძალიან მაგარი ბიჭი კომენტატორის სახით სეტანტა სილკის შეიძლება ხო სხვათა შორის ისა ჩხუბებს უწევს კომენტირებას და დოტა 2 მიმყავდა ადრე მე ამოვანათოთ შეგვიძლია იქ ჩემი წაყვანი მატჩები ხო მოკლედ რომ დაუბრუნდეთ იმ საკითხს რასაც გეკითხებოდი იყავი მოლდოვაში კიშინოვში სადაც ჩატარდა სოკა ევროკაპის წლევანდელი ასე ვთქვათ გათამაშება სადაც ჩვენმა ნაკრებაც მიიღო მონაწილეობა თუმცა ეს ჯგუფიდან გავედით საკმაოდ ძლიერი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას და რა თქმა უნდა ინფორმაცია და ესენი ყველა მიცის და ეხლა მაგაზე საუბარი არ გვინდა მაგრამ შიდა სამზარეულო აი როგორი იყო როგორ მოგეწონა და აი საერთოდ როგორ უყურებ აი კიშინოვი არ კიშინოვში ნამყოფი ხარ და ვიცი მე გეკითხები თვითონ ტურნირი ეს ნაკრები ამ ფორმაციის ნაკრები ბრიჯისგან იყო ძირითადად დაკომპლექტებული ყოფილი ფეხბურთელები იყვნენ ჩართული როგორც ის რამოდენი ფეხბურთელი უნდა წამოსვა და გვინ ქონდა იმაში რომ უნდა წამოსულიყო მაგრამ ვერ წამოვიდნენ ხო ეგრე იყო რამოდენი ფეხბურთელი გვინდა მაქსიმალურად შერო ნაკლები ილაპარაკო შევეცდები რომ გაგაწყვეტინო ხოლმე მოგლეთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი BetLive Master League-ის ნაკრები გამორჩეული ფეხბურთელები საფეხბურთო კლუბ ბრიჯის უმეტესი ფეხბურთელი იყო და მის ბაზაზე იყო დაკომპლექტებული ნაკრები და გამორჩეული გუნდებიდან გამორჩეული ფეხბურთელები იყო საკმაოდ კარგი ნაკრები იყო მე ვფიქრობ რომ შეეძლო ჩვენ ნაკრებს უფრო მეტად ვაკო ამირანიძის თამადობით მინდა რომ თქვა ეს თამადობით წყლით ნახო წყალი. ონკანის არის და სპონსორი ისეთი რადგინდა სპონსორი მშვენიერი წყალია. მოკლედ იზალა მოგცეთ ღმერთმა. ვაკომ საკმაოდ კარგი გუნდი ჩამოაყალიბა. ვფიქრობ რომ კარგი ფეხბურთს თამაშობდნენ. მაგრამ ნუ მაინც პროფესიონალურად მომზადება ჭირდება ამ ამბავს. ჯგუფიდან გავედით. ხო, ჯგუფიდან გავედით. საკმაოდ ისეთი დაძაბული ჯგუფი იყო, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლენ, დაიხარჯნენ და წავაგეთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონ ყაზახეთის ნაკრებთან, საკმაოდ მაგრად
თამაშობენ ფეხბურთს, ზედი იყვნენ ხო ევროპის ჩვენი სანა პატარა ქვეყნებისთვის ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მართლა და ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი ჩართული იქნება ჩვენს ლიგაში, ბევრი ისეთი ყოფილი ფეხბურთელები, რომლებმაც დაანებეს თავი და დღეს თამაშობენ აქტიურად ჩვენს ლიგაში, საკმაოდ დონეს, საკმაოდ წევენ და მინდა ყველას მადლობა გადაუხადო. ჩვენ ახლა ნაკრებში დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი იყო ჯამში გამოძახებული და ეროვნული ნაკრები ეცვა, ფორმა ეცვა და ჰიმნის ქვეშ იდგნენ. ეს არის ოცნება ყველასთვის, მეც ჩემთვის ოცნება იყო, რომ მაგალითად მეთამაშა ფეხბურთი და ნაკრების მაისური მომერგო, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეგეთი ოცნება არ ამიხთა, მაგრამ მაგ იმის საშუალება რომ სხვას აუხთინოთ ჩვენმა ორგანიზაციამ ეს ოცნება და ყოფილა ბევრი შემთხვევები, ზოგადად ბევრი ადამიანი საერთოდ პირველად გაფრინდა ნაკრებთან ერთად წავიდა. ხო, მაგალითად ვაკო, რომელსაც საშინლად ინერვიულა და გამომდინარე აქედან ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული და მეტად პროფესიონალურად იქნებიან წარმოდგენილები, მეტად ძლიერი ნაკრები გვეყოლება, არა? რა თქმა უნდა, თან ძალიან დიდი გამოცდილებაა ეგეთ საერთაშორისო ტურნირზე თამაში. ჯგუფიდან გასვლაც დიდი დამსახურებაა და ვფიქრობ, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დაიხვეწებიან ბიჭები და უფრო და უფრო მაღალ წერტილებს მივაღწევთ თქვენთან ერთად. კემპის პროდუქცია ეცვათ სხვათა შორის ძალიან ისეთი კარგი იმით აღნიშნეს ბიჭებმა, რომ კარგი ის არის ხარისხი და საკმაოდ ისეთი ფეხი არ უსრიალებდათ ყოველ შემთხვევაში. ეგ არის ჩვენი მიზანიც. გაგა, შეხო არ გვეტყვი კემპში თუ არა მე ასე ვთქვათ ამ მე ვარ სტუმარი ისე თუ არა, ხო გაგას ჩავრთოთ რა, გაგა ჩავრთოთ. გაგა ჩართულია დარწმუნებული ვარ და კემპში რამე სიახლე ხო არ არის? მოკლედ სიახლესთან დაკავშირებით, რავი, ვცდილობთ ყოველთვის ახალი და განსაკუთრებული პროდუქცია მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს. რაც შეეხება შეთავაზებას, ნებისმიერ პროდუქტის შეძენისას rebounder-ის challenge მოყვება, რომელიც შეიძლება მოიგო მეორე ბუცი, შიპოვკა, ფორმა, ბურთი და ასე შემდეგ. თავისუფალი არჩევანია და ნებისმიერი ეკიპირება შეიძლება წაიღოს სახლში. და რავი, ჩვენთან ყოველთვის მეგობრული და კომფორტული გარემო გელოდებათ, სადაც დაგხვდებათ. რამდენი გამომწერი ყავთ, გოგა? 72,000-ზე მეტი. ამ ეტაპზე. ჯამში 80,000-მდე ავდივართ. ბრავო, მაგარია, მე ხშირად ნუ TikTok-ი სამწუხაროდ ესე აქტიური TikTok-ზე არ ვარ მე პირადად, მაგრამ ვცდილობ რომ ასკროლები მაინც გავაკეთო და ხშირი სტუმარი ვიყო და ვეცი. შენ გაქვს TikTok-ი? კი, მაქვს TikTok-ი, ოღონდ ოფიციალური არ მაქვს, ფეიკი და იქ რაღაც კომენტარებს წერ ხოლმე და არ მინდა ვნახოს და შესაბამისად. აკო, დღეს ეხლა სანამ გადაცემას ვიწერთ, რო იცოდეთ, რამდენი საათი მგზავრობდით დაახლოებით, შენ და ჩვენი ოპერატორი ირაკლი? ხო, ჩვენი ოპერატორი ირაკლი ყველაზე მაგარი ადამიანია, ვინც აი ამ ბოლო პერიოდში გავიცანი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც მართლა კადს მიღმა, ესეთი ადამიანები აუცილებლად გამოსარჩევია და მადლობა ირაკლი შენ პირადად, რომელიც აი ესე გვერდში გვიდგა ხარ და 2 დღეა, ესე იგი დასავლეთ ბეთლაიმასტელიგა გავხსენით ქალაქ სამტრედიაში, ძალიან მაგარი გარემო, ჩვენ ვიდეოზე მე შეგიძლიათ 7-7 ფეხბურთის ასოციაციის page-ზე გადმოხვიდოთ და ნახავთ ზუსტად რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ. მე გავხსენით, ესე იგი გუშინ, ანუ კვირას გავხსენით ბათუმის ლიგა, სადაც მართლა ძალიან საინტერესო და კარგი გარემო იყო. და იქამდე იყო აღმოსავლეთი, გავხსენით უკვე დაწყებული ერთი კვირის ხო. ხარეში, ნუ ეგ ვიდეო მინდა რომ უთხრა ყველას, ვინც უყურებთ, რომ ჩვენთან ბეთლაიმასტელ ლიგაში თბილისში არის 90 გუნდი რეგულარული პრინციპით თამაშობენ. მაგუნდია ბათუმის ლიგაში, დასავლეთ ლიგაში არის 12 გუნდი, აღმოსავლეთ ლიგაში არის 10 გუნდი, სწორად მახსოვს და ყველა თამაშობს რეგულარული, ასე ვთქვათ, პრინციპით, კვირაში ერთხელ და ფორმები გადავეცით საჩუქრად, ბრენდირებული, ეკიპირება სათამაშო და რაღაც ყველა ბედნიერია, გახარებულია და მე მინდა რომ ისიც უთხრა ძალიან ბევრი ბავშვი იქნება და დარწმუნებული ვარ მოზარდი, ვინც უყურებს ამ ვიდეოს და ჩვენ ვატარებთ ჯუნიორ მასტერ ლიგას, სადაც U8-ში და U9-ში იქნება ჩემპიონატი წლევანდელ წელს და ძალიან მაგარ ჩემპიონატს ვაჩუქებთ ახალგაზრდა თაობას.
და სანამ ჯუნიორი დაიწყება სექტემბერში, ზუსტად რამოდენიმე წუთის ამოხვედი გადავაზერე, ერთ-ერთი არხიდან მოდი არ დავასახელოთ, ჩვენი სიდო რა ქვია და მაგრა გამიხარდა და ეგრევე გადავაზიარე, იწყება BetLive Master League-ის ფესტივალები და ძალიან ასე ვთქვათ დიდი გამოხმაურება მოყვა სიღნაღში ზუსტად 2 დღეში შეივსო გუნდები, ხო? მე მგონი ხო, ანუ აი რო დავდეთ რო აი დარეგისტრიდით მეორე 48 საათი. რო დავდეთ უკვე იყო. ხო, 48 გაგური, მოდი გაგურის ვახსენოთ, ვის გამო ვინ ყურირებს ამ რეგიონებს ჯობია შენ გაგურის არხი რო იყოს მე დარწმუნებული ვარ, აი ყველა გადავიდოდა და ყველა გამოიწერდა და ცალკე არის მაგისთვის გასაკეთებელი ცალკე. ჩემი აზრით სტუმრადაც მოიწევთ ახლა მომავალში. ხო, გაგური არის მოვლენა, ზოგადად ალბათ რო არ ყოფილიყო, გამოიგონებდნენ და დარწმუნებული ვარ მიუძღვნიდნენ ერთი ჩვენი შეიძლება ხელოვნური ინტელექტი არის რა. ჩვენი სიყვარული კაცი ლაშა ჩალაძე ფიქრობ რომ კომიქსებს გააკეთებდიო ჩალა გააკეთებდა გაგურიზე დარწმუნებული ვარ. ნუ მინდა რომ მაქსიმალურად ჩვენი გასაკეთებელი ყველამ გავაკეთოთ, ეს იქნება ორგანიზატორი, ეს იქნება მოთამაშე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი და კარგია რომ წლევანდელ სეზონში მოვიფიქრეთ ის რომ გულშემატკივრებზე, იქ მოსულ ადამიანებზე რაღაც გარკვეულ რაღაცა კარგ რაღაცებს აკეთებს და მადლობა კემპს რომ ჩვენს გვერდშია და ძალიან ბევრი საჩუქრებით ანებირებს მოსულ გულშემატკივარსაც და ასევე ჩართულ ბევრ ადამიანს. მადლობა პირიქით BetLive Master League-ას, იმიტომ რომ ჩვენ გვეძლევა შანსი რომ გავიდეთ ზუსტად ჩვენს აუდიტორიაზე და რა თქმა უნდა ჩვენი აუდიტორია ზუსტად ის არის, ვისაც უყვარს ფეხბურთი და ვინც დაინტერესებულია ამ სპორტით. ამიტომაც ერთი ხელი მეორეს ბანს, მეორე პირველს და ორივე სახეს დავიბანთ ადრე თუ გვიან. საინტერესოა ისე რამდენი ადამიანი უყურებს პირველ ვიდეოს ალბათ ბევრი არ უყურებს, მაგრამ რა გათვლაც გვაქვს კი იცი შენ და წესით არის. და YouTube-იმას რა ერქმევა? სტარტერი ერქმევა ჩვენ არხს. სტარტერი? ეს რო შედიხარ რესტორანში და სტარტეს ვეთავ, ანუ ის არის და ჩემი მიზანია, შენთვის არ მithქვამს ეს, ჩემი მიზანია რომ YouTube-ზე ვიღაც რო ჩაწეს სტარტერის, მანქანის ნაწილი და რესტორანი არ ამოუგდოს და ჩვენი არხი ამოუგდოს. აი მაგას რომ მივახცე, ვიტყვი რომ მაგარი ტიპი ვარ რა. ვა, ეგ როგორაა, ანუ რო ჩაწერო ეხა სტარტერი ამოგიებს ამ მანქანის ნაწილებს, ან იმას რაღაცა სტარტერი საჭმელი რაც არის რესტორანის მენიუს რა და რო ჩაწერ სტარტეს და რო ამოგიგდებს ამ არხს და ამ გადაცემას ვიტყვი რომ მე რაღაცა ვქენი თქო რა. სტარტერი და რომ მე მოგინდება საჭმელი დააყოლებ ჩვენს. კი. მე ვიცი კარგი ადგილები, მაგ რეკომენდაციებს მე გავწევ თუ რა თქმა უნდა ფულს გადაიხდიან. ისე უფასოდ არ იქნება ეს ამბავი რა. ამიტომ დიეტაზე ხარ ხო შენ ის? კი, ვარჯიშობ ხალხში დღეს დიდაც ვივარჯიშე 25 არ ჯერა აკოს, მაგრამ 100 გრამის რო გაქვს 35 კილო და რამდენი გრამი დაიკელი? რა? რამდენი დაიკელი? მე მაგ დაკლებული მინიმუმ 15 კილო. და კიდე კლებაში მოდიო. როგორ? გრამი? გრამი ამახში. კილოც გრამი მოვიყვა 15 კილო და 200 გრამი დავიღე. მე თქმა დამავიწყდა, მოკლედ კიდე ერთი ესეთი ამბავი არის. აი აქ ამოვანათებთ მეილს, სადაც შეგიძლიათ მოგწეროთ თანამშრომლობისთვის. ოღონდ მოკლედ მეილს ვაკეთებდი რა. და ხო უნდა დავაწერო სტარტერი commercial რაღაცა. და commercial, ანუ ინგლისური სიტყვა იწერება 2 მ-ი. ეხლა აქ რო ამონათდება მეილი, ეგ იქნება 1 მ-ი, არა გოიმი არ ვარ, ვიცი ინგლისური, უბრალოდ ეგ მე იყო დაკავებული, მე ეგრევე მოვიფიქრე და 1 მ-ი გავაკეთე, ამიტომ არ იფიქროთ რომ აქ ვიმე მიან ინგლისური არის ან რაღაც, უბრალოდ ესეთი მეილი გვექნება, საინტერესო და შეგიძლიათ მოგწეროთ თანამშრომლობისთვის. და რა უნდა მოგწერო? აი მაგალითად მე ვარ კომპანია პირობითად. და აი მაგალითად მაქვს წყალი პირობითად, აი ახლა რა ბოთლიდანაც დავასხით, ნუ რა თქმა უნდა ამ ბოთლს არ ვიტყვი. მომწერი ესე გახსნი მეილი ჩაწე სტარტერი კომერშალ მომწერი. გამარჯობა მურთას გვინდა დაგასპონსოროთ. პირობებზე დავილაპარაკოთ. მე წყალი შეკაიკაცო რამე ისეთი. არა, პირობითად ვამბობ რა, პირობითი კომპანია რაღაცა შეუძლია მაგალითად ბატონ თემურ ჭყონიას მომწეროს რომ კოკაკოლას დაგიდგავთ და დაგვასპონსოროთ. თემურ ჭყონია მოუნდა. ხო და შესაბამისად მოკლედ საკმაოდ აქტიური მაყურებელია YouTube-ის და თემურ ჭყონია. აა სპონსორებს ვიღაცა. ხო? კი. ფორმატში ჩავზეთ თავარია რა მოკლედ. საკმაოდ კოკაკოლა ისეთი ის არის რომ ჩვენი პარტნიორიც იყო საერთაშორისო დონეზე, ჩვენი პარტნიორები არიან. ნაკრების სპონსორიც იყო ჩვენი BetLive Master League-ის კი და მადლობა ყველას მართლა, ვინც კი ერთხელ მაინც გვერდში დაუდგომია და
ეს მხარდაჭერა აუცილებელი გარანტია იმის, რომ უფრო მეტი და მეტი საქმე გაკეთდეს და მინდა რომ ვისურვო ძალიან ბევრი ჩართული კომპანია ამ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ სამოყვარულო მიმართულებით და მასობრიობის მიმართულებით, ჩვენ დაახლოებით 12000 ადამიანი არის ამ პროექტში ჩართული და არ არის პატარა ციფრები. ყველა ვინც ესეთ საქმეს აკეთებს, ნებისმიერ მასობრივ საკითხში, სადაც სპორტი ქვია და ჯანსაღი ცხოვრება ქვია, ყველას ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები, რომ აკეთებს თავის გასაკეთებელს და ყველა მინდა რომ ეს ჩვენ ახალ თაობას და ჩვენს ბავშვებს მივცეთ მაგალითი რა. თქვენ ახლა ასაკით შეიძლება ჩემთან შედარებით პატარები იყოთ, მაგრამ ვფიქრობ რომ თქვენც ხედავთ რომ უბანში ბავშვები აღარ თამაშობენ ფეხბურთს, ძირითადად PlayStation-ი, კარგია გასაგებია იქ, ბევრი ისეთი ინტერნეტი, გასართობი სიტუაცია, მაგრამ აი ზუსტად ჩართული მოედანზე როცა ხარ და როცა ნამდვილად ფიზიკურად აქტიურობა გიწევს, ვფიქრობ რომ შედეგს აუცილებლად იღებს და მადლობა ჩვენს ნაკრებს, ეროვნულ ნაკრებს, კვარას, მამარდას, ჩაკვეს, რომ აი ფეხბურთი ბავშვები მართლა მესის და დარწმუნებული ვარ, ეგ მაღაზიაში ალბათ თქვენთან რომ მოდიან, მესის როაც ვია ეგეთი კი არ მინდაო, რონალდოს ალბათ კვარას როაც ვია, ხო, ანუ ალბათ ლოგიკურიც არის და უკვე ეგ ძალიან დიდი წარმატებაა. და მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს სუპერვარსკვლავებს, ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს, რომ ასეთ პოპულარიზაციას უწევს და ყველა იმ ადამიანს, საქართველოშიც და საქართველოს საზღვრების გარეთაც, ვინც ოდნავ მაინც ხელს უწყობს სპორტული ცხოვრების განვითარებას ნებისმიერ საკითხში. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ აუცილებლად გეყოლებათ ნაკრების ფეხბურთელების სტუმრად. იმედი გვაქვს ჩვენ რომ ანუ სისტემატიურ სახეს მივიცემთ, რა თქმა უნდა, მოვიწვევთ ბევრ საინტერესო სტუმარს ფეხბურთიდან, სხვა სპორტიდან, ანუ ზოგადად მასშტაბური, ასე ვთქვათ, გვინდა რომ გამოვიდეს და ესე გახსნილა, დავსვეთ ერთმანეთში ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ბევრი გადაცემა კეთდება დღესდღეობით YouTube-ზე, უკვე გადავიდა ეს ხალხი და შესაბამისად ჩვენ გვინდა რომ კაკრასავი ვიღაც ადამიანი მოვიდეს, ზედმეტი იმის გარეშე, ასე ვთქვათ, შელამაზების, შეფუთვის გარეშე, წყნარად მეგობრულ სიტუაციაში, ხო, თან უფრო მგონია რომ ესეთი აი მე რო ვიყო მაგალითად ეხა სპორტსმენი პირობითად რაღაცას რო აკეთებდე და ფორმატი რო არის რომ მიდიხარ გულწრფელად საუბრობ თუ რაღაც რაღაცის თქმა არ გინდა არ იტყვი რა მაინც და შესაბამისად კარგი იქნება. თან გარემოც და ლოკაციას ისეთია რომ ძალიან მაგარი და რაღაცა ისეთი შვიდი წყნარი ადგილია რომელსაც შეგილია რაღაცა პატარა საფეხბურთო რაღაც სახში მოხვედი რა. აკო ნაკრები ბურთი ფეხბურთზე საუბარი, სპორტზე საუბარი, მეტი რა უნდა. აკო შენ ახსენე ნაკრები ახლა რა და ჩვენ როცა ამ ვიდეოს ვიწერთ, წესით მალე დაიდება, მაგრამ ეს ვიდეო რომ დაიდება, დარწმუნებული ვარ, ნაკრები U21 უკვე გასული იქნება ჯგუფიდან. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს პორტუგალიასთან დარჩენი და შენი აზრი მაინტერესებს, იმიტომ ჩვენ მაინც პატარები ვართ, მე გულწრფელად ვიტყვი რომ ამ იმიდევნებია ესენა ასაკობრივი ფეხბურთისთვის, თვალყური ჩვენი ნაკრების მით უმეტეს სხვა ნაკრების და შენ როგორც ვიცი, სულ ყველა ნაკრებს და ანუ საქართველოს დროშით ვიც გამოდის, მნიშვნელობა აქვს ეს კი მინი ფეხბურთის ხო, ჩვეულებრივი 11-11-ზე შენ ადევნე თვალყურს და აი როგორ შეაფასებდი, მე როგორც ვიცი ეს ნაკრებიც ამ ნაკრების ბიჭებს ზურიკო მახსოვს რომ იქ ჯგუფიდან რო გავედი წინა U21-ის იქ თამაშობდა და აი რას ფიქრობ ზოგადად ამ ნაკრებზე და რას ფიქრობ აი რა წარმატების მიღწევა შეუძლია და რატო ასევე ამასაც ვიტყვი რომ საფრანგეთი ვისაც უგებდით 2-1-ს რამოდენიმე დღის წინ კოეფიციენტი ყველაზე ფავორიტია რომ ეგ ტურნირი საერთოდ მოიგოს და ეს ბიჭები უგებდნენ მაგ საფრანგეთს და აი რას ფიქრობ? მან როგორ ანახე ჩემას დავაფიქსირებ რაც მე ფეხბურთი მესმის და მინახია იმას ვიტყვი რომ ძალიან ბევრი ფეხბურთის მცოდნე ადამიანი არსებობს საქართველოში მით უმეტეს ყველა ფეხბურთი და პოლიტიკა მაგრად იცის მაგრამ რამას ვანაძე ძალიან მაგარი მენეჯერი მწვრთნელი რომელმაც ყოველთვის მაგარი გუნდი დააყენა და გარანტია ზუსტად იმის ყავდეს ძალიან მაგარი ახალგაზრდული ნაკრები რომ შემდეგ წლებში ეს ბიჭები იქნებიან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და გამორჩეული ფეხბურთელები დარწმუნებული ვარ ძალიან ტოპ გუნდებში ითამაშებენ ჩემთვის პირადად რაც საფრანგეთთან თამაშით აჩვენეს ჩვენმა ბიჭებმა მე ვფიქრობ რომ უკვე წარმატებულია იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის
საფრანგეთის ნაკრებს რო ესე ეთამაშები და რადარზე გიყურებენ ძალიან ბევრი საფეხბურთო აკენტები, მენეჯერები, ფიქრობ რომ უკვე ერთი ნაბიჯი გაქვს რომ ითამაშო ძალიან დიდი ფეხბურთი. გავლენ თუ არ გავლენ ჯგუფიდან მე დარწმუნებული ვარ რომ პორტუგალიასთან ძალიან მაგრად ითამაშებენ. წინა ევროპა ჩვენთან იყო საქართველოში და პორტუგალია ჩატოვეს ჯგუფში. ხო, მე ვფიქრობ რომ შეუძლებელი არაფერი არა, იმიტომ რომ ბიჭები ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობენ, მენტალიტეტი აქვთ გამარჯვების, სწორველი იმის რომ უფრო მეტი და მეტი გააკეთონ და გაიმარჯვონ და რა თქმა უნდა მწვრთნელის ფაქტორი თავისი ტაქტიკიდან გამომდინარე და საფეხბურთო ფილოსოფიიდან გამომდინარე ვფიქრობ ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელი ყავს რამაზ სვანაძის სახით და ბიჭები ზოგადად ფეხბურთს ძალიან მაგრად თამაშობენ თავიანთ კლუბებში და ვფიქრობ რომ ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითი უნდა იყოს რა მოტივაცია თუ რა თქმა უნდა რომ გადიხარ საფრანგეთსაც ეთამაშები ჩვეულებრივად რომ არა ის რაღაცა პატარა დაბნეულობა არა გამართლების ამბავია რაღაც არ გაგვიმართლა პატარა დავაკელით სადღაც იქ შეცდომა დაუშვით და ეგ თორე ჩემი აზრით ჩვეულებრივად თამაშით ძალიან მაგრად ვითამაშეთ მეორე ტაიმი და ვფიქრობ ესე გააგრძელებენ ბიჭები რა შენ წყალი მე მგონი ყველა დავი მოკლედ როგორც ვიცი წინა წელს უმასპინძლეთ საერთაშორისო ტურნირს და წელსაც ხომ არ ვაპირებთ განმეორებას კარგი კითხვა ნამდვილად საერთაშორისო მიმართულებით ჩვენ წინა წელს ჰქონდა ძალიან მაგარი 7-7-ზე სოკასევი გრან-პრი რომელიც ჩატარდა სექტემბრის თვეში 14 ქვეყანა იყო სტუმრად ჩამოსული ძალიან ისეთი კარგი საფეხბურთო ქვეყნები როგორიც არის ესპანეთი, პორტუგალია და ასე შემდეგ წელსაც იგეგმება 3-დან 7 სექტემბრამდე 20 ქვეყანა ესტუმრება ჩვენს დედაქალაქს თბილისი არის მასმინძელი 4 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ ამ ტურნირის ჩატარების უფლება დარწმუნებული ვარ რომ ქართული კლუბებიც ჩართულები იქნებიან რა თქმა უნდა ამ ტურნირში და ძალიან მაგარ გამოცდილებას მიიღებენ და მინდა რომ ბევრი გულშემატკივარი ვისურვოთ ამ ჩემპიონატზე და ძალიან მაგარი სანახაობა, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად მსოფლიოს მიმართულებით 7-7-ზე აღებული გვაქვს გეზი, რომ 7-7-ზე ჩავატაროთ ევროპის ჩემპიონატი, ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი სანაკრებო დონეზე და ამისთვის ძალღონეს არ ვიშურებთ, რომ საერთაშორისო მიმართულებით გავაძლიეროთ ზუსტად ეს სახეობა 7-7-ის მიმართულებით. ვფიქრობ, კარგი იქნება, როცა ეგ ტურნირი დაიწყება, დავაანონსოთ კემპზე და ერთი დიდი კოლაბორაცია გავაკეთოთ, აქტივობების დაგვეგმოთ და საჩუქრებიც. წინა წელს ბევრი საჩუქრები იყო, ბევრი ისეთი სიურპრიზი იყო და მსგავსი წელსაც უფრო მეტად უნდა გავზარდოთ და მეტი ადამიანი დაინტერესდება იმ ყველაფრით, რასაც ვაკეთებ და თავის თვალით ნახავ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სანახაობაა მართლა. არ მინდა რომ ისე გამომივიდეს, რადგან ჩვენი ლიგა არის, მაგიტომ ამბობ პირდაპირ ვიძახი რომ ესეთი სანახაობრივი ფეხბურთი 7-7-ზე რომ მიდის, რა ვიცი, იშვიათად. არა და თან როცა ამდენი ქვეყანა თამაშობს, ყველას თავისი სტილი აქვს და ძალიან მრავალფეროვანი იქნება ჩემი აზრით. და ამ ტურნირთან დაკავშირებით ანონსი შეგეძლებათ ნახოთ 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაციის TikTok-ზე ან ბეთლავი მასალიგის Instagram-ზე, რომლებიც ამონათდება სადმე ვიდეოში. საერთაშორისო მიმართულებასთან ერთად ასევე მე რო პირველად მოვედი მახსოვს 2021 წელი იყო შენ გაგიცანი პირველი რო დავიწყეთ ასე ვთქვათ ამ საქმის კეთება და რო ჩავერთე პირველი რამაც გამოვცა იყო სტადიონზე რომ მოვდიოდი და ხედავდი ხალხს ვისაც იქამდე უყურებდი ტელევიზორში ცნობილ ადამიანებს ყოფილ ფეხბურთელებს ასე ვთქვათ ინფლუენსერებსაც მათ შორის ხო რამოდენიმე იუთუბერიც თამაშობდა და ეხაც თამაშობს და მაინტერესებს რომ მახსოვს ვიცი ეგ ამბავი მოკლედ როგორც დაიწყეთ. უბრალოდ აი რამდენად ასე ვთქვათ ჩემი როგორც ვთქვათ მაყურებლის და პირველი ემოცია რაც იყო რომ აი მოვედი სტადიონზე და დავინახე ხალხი რომლებიც ფეხბურთის გარდა ისეც ვიცნობდი, ასევე ფეხბურთიდან ვიცნობდი და ასე შემდეგ და აი მაგ ამბავზე მინდა კითხო რომ რამდენად ასე ვთქვათ ჩართულები არიან ეს ადამიანები და რამდენად აქვთ სურვილი მაგის, იმიტომ რომ მინახავს ინტერვიუს სადაც ამბობს იგივე ლევან ჭედლიძე და წინა გაცემაში ხიზანა იყო წეღანაც ვახსენე მანდ რომ ერთი სული გვაქვს რომ კვირიდან-კვირამდე მასტერლიგის ტური როდის იქნება. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი თამაშობს, გამორჩეული სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ჩართული სფეროში ადამიანი ცხოვრობს ფეხბურთით, რა თქმა უნდა, ფეხბურთი
შენშია, როცა ფეხბურთს თამაშობ მთელი ცხოვრება, ზოგმა ვერ ითამაშა ფეხბურთი, უნდა რომ რაღაცნაირად თავისთავი ისევ ფეხბურთელად იგრძნოს და ის ადამიანები, ვინც ნაკრებში თამაშობდნენ წლების განმავლობაში, არ მინდა უბრალოდ ვინმე გამომრჩეს, კობი, კალა, იაშკა, ხიზანა, ამისამ, ჭედლო, ჯანუანანიძე, ნავალა, რა ვიცი, დემე, ძალიან ბევრი ფეხბურთელი არის, რომელიც ეროვნულ ნაკრების ღირსებას იცავდა, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში ფეხბურთელები, რომელიც თამაშობდნენ და დაანებეს თავი, აქტიურად გადმოდიან ჩვენს ლიგაში და იმდენად ბედნიერად გრძნობენ თავს, რომ ფეხბურთის გარეშე არ არიან, რომ მხოლოდ ამისთვის ღირს ამ ყველაფრის კეთება და თან პლუს ამას ემატება, რომ მათ წინააღმდეგ რო თამაშობენ, თუნდაც ის იუთუბერები, ინფლუენსერები ან ტიკტოკერები და ასე შემდეგ, მეტად სხვანაირად უყურებენ, მეტად ჩართულები არიან, რომ მოემზადონ ივარჯიშონ და ტოლსტორად წარმოაჩინონ თავი რა და ყველას უნდა რომ მოუგოს რა ეხა როგორც მახსოვს თავიდან და ეხლაც ესეა რა თქმა უნდა განტვირთვის მაინც ესე ვამბობ რომ განტვირთვის ასე ვთქვათ ამბავია, მაგრამ პირველ ლიგაში შეგვიძლია ვთქვათ რომ ანუ პირველ ლიგაში ანუ ბეთლავი მასტერ ლიგა 1 რაც არის, ის 20 გუნდი რაც არის, ერთმანეთს აი არ უდებენ ასე ხო, არა ნახევრად პროფესიონალში გადავიდა ეხლა ჩვენი ლიგა, უმაღლეს ლიგაზეა საუბარი და არა მარტო უმაღლეს ლიგა, იმიტომ მეორე ლიგა, მესამე ლიგა, ლიგა 3 არის 4-ად ჩაშლილი 4 ჯგუფად არის A, B, C, D და მოკლედ არის ერთი ამბავი სატურნირო მდგომარეობა, ვინ პირველი, ვინ მეორე, ვინ მესამე, ვინ შვიდეულში შევიდეს და ფიქრობ რომ მაინც ვფიქრობ იმას რომ ეს ჩემპიონატი იმისთვის არის, რომ იმ უარყოფითი ემოციებისთვის, რომელიც ადამიანი იღებს გარედან, ცხოვრებიდან, რაღაცა იმ რითმიდან, რაც თან გზდევს, მოვიდეს მოედანზე და დატოვოს ის უარყოფითი და აქედან წავიდეს ნასიამოვნე. მიუხედავად იმისა, შედეგის მიუხედავად რა და ეს არის ზუსტად ჩვენი მთავარი მიზანიც, რომ აი აქ ადამიანმა თავი იგრძნოს მაქსიმალურად კომფორტულად, მაქსიმალურად ფეხბურთელად და ნასიამოვნები წავიდეს იმ საღამოს ტურისმე. და როგორც ვიცი მე რომ მოვედი ზუსტად მაშინ შევცვალეთ ეგ წესი ხო, რომ პატკატის ისეს რომ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ადამიანებს პატკატი არა, ფეხებში ვარდნა. ხო, ფეხებში ვარდნა. არ გესწავლება შენ, რომელი თაობა ხარ? მე ვარ 201. ხო, ანუ მახსოვს ზუსტად მაგ პირველად რო ეს ასე ვთქვათ კითხვისჩები გაჩნდა ხო რომ აბა რა არის ვარდნა ის და მე მახსოვს მე და შენ გავაკეთეთ ის პოსტერი მე რო დავდეთ რომ აი ეს რა არის რა შეიძლება რა და აი ფეხებში წესები როგორ იცი ნახე შენ რომ მთელი კვირა მუშაობ და მოდიხარ თამაშობ და მიზეზიაც არის და ვიღაცამ გაგიკეთა ფეხებში ვარდნა სიმცირე ანუ სტადიონის სიმცირიდან ზომიდან გამომდინარე ანუ დიდი ეს არის რა ქვია საშიშროება იმის რომ ძიმე ტრავმა მიიღო და მე ვერ ითამაშო თვეობით და ბევრი ეგეთი შემთხვევა იყო და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ კომფორტი შეუქმნას აბსოლუტურად ყველა მოსულ ადამიანს ვინც ჩართული ამ ბავში რომ ეს დაიკმაყოფილონ ის რომ ვთქვათ ითამაშო ფეხბურთი რა თქმა უნდა უმთავრესი ეგ არის რომ სტადიონზე მოდიხარ აცხადე მე შენ სახეს ბევრი სიახლეა თან მარტო თამაში ხო არ არის იქ მატჩი საუკეთესო ფეხბურთელი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ტურის სიმბოლური შვიდეულები საუკეთესო მეკარე და ბევრი ისეთი რაღაცა რომ მოდიხარ სტადიონზე მოკლედ შენ სახეს აცხადებენ ჩაულებრივად ან რეალური ასე ვთქვათ როგორც გოლზე იქნება არის ხოლმე კარგი მუსიკა და გამოცხადება ხშირად მეც ვაცხადებ ხოლმე მესამე ლიგის თამაშები როცა არის ხო და მოკლედ ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ მე რომ მოვედი ზუსტად აი შენ რა თქვი მეც არ ვიცოდი გაგონილი მქონდა მაგრამ წეგანავს კი დავინახე რომ ადამიანები ამ ამბავს უდგებოდნენ ისე როგორც კი იცი რომ გუნჩიც ვარ და როგორც უდგებიან პროფესიონალ ფეხბურთს აი ჩათვა ისე რომ ვიღაცას წურავს რომ აი ჩემო ოპონენტმა წააგოს იქულები და კარგოს და რაღაცეები და ანუ შეუძლებელი სიტუაცია იმიტომ რომ მოდის სტადიონზე შენ იმას მოუგე მე ეს მჭირდება და მე რო იქ შევიდე და რაღაც მოკლედ ერთი სიტყვით ზიუში სამშაბათიდან ორ შაბათს ვისვენებთ ეხა ერთი დღე ჩვენც გვაქვს დასვენებისთვის არ ვისვენებთ ჯუნიორ მასეგა დაიწყება ოღონდ ბალე ამ ეტაპზე ვისვენებთ სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი
სამშაბათს და ოთხშაბათს პირველი ლიგა, ხუთშაბათს და პარასკევს მეორე ლიგა და შაბათ-კვირას მესამე ლიგის თამაშები, ამიტომ ნებისმიერ დრო შეგიძლიათ მობრძანდეთ და იხილოთ კარგი სანახაობა და კარგი გარემო, თან ისეთი ადგილია მზიურიც, სტადიონიც ის ადგილას გვაქვს, რომ ერთი სიტყვით ძალიან სასიამოვნო გარემოა და ყველას გიჩვევთ რომ მობრძანდეთ. ახლა შორის მოგიხდა წამყვანობა, მინდა გითხრა. გაგა, რა სიტყვი? ნამდვილად მოუხდა მადლობა კომენტარებში განმავლობაში გავიხსნებით რა. რო სულ აგო არ აი ეხლა მოგიწევთ გახსნა, იმიტომ რომ გადავდივართ თამაშის ასე ვთქვათ, მოდი ესე ვიტყვი, თამაშის ბლოკზე, სადაც გვექნება თამაში. აი აქ გაჩდება ეხლა დოლურა. მოკლედ, დოლურა გაჩნდა, გაგას რეაქციასაც შეატყოვდით. მე ეს ილუზიონისტური ისენიც გამომიმუშავდა, ასე ვთქვათ. თურთო ბარადაშვილი. ხო, ბარადაშვილი ილუზიონისტა. მოკლედ აკო, ეხლა გაგაცნობთ ჩვენი თამაშის წესებს რა. სხვადასხვა თამაში კი გვექნება, მაგრამ ამ ეტაპზე ავარჩიე ეს. ამოვიღებთ დოლურადან, სადაც წერია ამ პატარა ლურჯ ბურთებში ან გუნდი, ფეხბურთზეა? კი, ფეხბურთზეა. ან ლიგა, ან გუნდი. და უნდა დავასახელოთ პირობითად თუ ამოვიღებთ ლიგა, მაგალითად ეროვნული ლიგა, უნდა ვთქვათ ეროვნული ლიგის 3 გუნდი. თუ ამოვიღებთ გუნდს, უნდა ვთქვათ გუნდის 3 ფეხბურთელი. ოღონდ ნაკრების თუ ამოვიდა, ნაკრების 3 ფეხბურთელი. ოღონდ არ აქვს ნიშნობა, ეხლა თამაშობს, იქამდე უთამაშია. ყველა შეგვიძლია დავასახელოთ. 7 წამში უნდა დავასახელოთ 3. თუ ვერ დავასახელეთ, ქულა არ ჩაგვეცლება. 3 წრეს გავაკეთებთ. 3 თამაშობთ? კი, 3 ვთამაშობთ. 3 წრეს გავაკეთებთ, მეც არ ვიცი რა წერია. თუ რამდენი მაქვს? 7 წამი გაქვს, რომ დაასახელოს 3 ნიშნობა რა ამოვა, იმის და მიხედვით რა. კაი, რა ხარ მე ის ვიცი, ასე ვთქვათ, შიგნით რა წერია არ ვიცი, მაგრამ ვიცი ფორმატი ჩემ თავს, ასე ვთქვათ, რა ხასტუმარი ხარ შენ გითმობდი, მაგრამ უფრო ის რო იყოს. ყველაფერი თვითონ არის. აი სტარტს დააჭერ, როგორც ამოვიღებ და გავხსნი, შეგვიძლია სტარტს დავაჭერ. გაგა დაეხმაროს. კაი, გაგამ აინიშნოს ჩემ პირველსავით. წყალი არის. მოდი რო გახსნეს მაქენან დაიწყო. რო გავხსნი ხო უნდა ისნა და რო წავიკითხა უკვე შეგიძლია, წაკითხვას რო დავიწყო. ვიტყვი ერთი ხმამაღლა რა სიტყვი, აბა. როდის ჩავშავ? აი რო გავშლი, არა რო გავხსნე, რო წავიკითხავ რა, აი მაგალითად PSG, ჩარტი. PSG 3 ფეხბურთელი, კვარა, დემბელე, ბარკოლა. მოვასწარე, რა თქმა უნდა, ეს მარტივი იყო, მოკლედ. ადვილი ამოვიდა. ეს მარტივი იყო. ცხელი იყო ალბათ, თუ ცივი ის ასე. მაცივარში მედო. მაცივარში გაი. კარგი, ბატონო აკო, თქვენზე გადავიდეთ ახლა. ერთი ქულა მე. წყალთან ბოდიში. ას მე დავლევ. აბა ცივი რომელია ცივი. ცივი წყალიც არ ცივი წყალი არის მე მგონი. ისა გაქვს ცივი ბურთულა. აბა ნახოთ. გაგა. ლიონი. მიქაუტაძე, ჩერკი და ლორისი. ლორისის თამაშობდა. კი. აუ ლიონიო, ეგ ვინჩა ყარაჩი. ანუ რთულებიც იქნება. შენ წააგებ. ანუ აუ ეგ რო ამოხსნო და შენ რა უნდა მინახე. ლიონის ფეხბურთეს ლაკაზეტი რატო არ თქვი მე? ლაკაზეტი. ვიცი, კი. ნახოთ აბა. არ მგონია რთულები იყოს, მე მგონი ლიონი ყველაზე რთული იყო. კაი, მოიცა ის წამი? დავაი. რეალ მადრიდი. უნდა თქო. ბუნდესლიგის 3 გოლი უნდა დავასახელო. ლივერპული. მორჩა გავიდა. გავიდა. ლივერპული სადაა პრემიერშია? თუ რა ლიგაში? აი, რომ მეგობრებო, რო იცოდეთ. ანუ წარმოიდგე მე მეგონა რომ არ შეგიგონებ. არა, როგორია პრემიერ ლიგა როგორი ძახთა? ბუნდესლიგა და რა სამბოდი? რეალ მადრიდი. ესე იგი გაგას აქვს 0 ქულა. 0 ქულა. ჩვენ ეხლა ჩემი ჯერი არის. გაგა გამომართლა. გამარჯობა სამ ეტაპზე არაფერი არ გადაეცემა, მაგრამ არა. აბა რას მომიყვანეთ? კარგი, მაშინ ესე გავაკეთოთ. მე ვიფიქრე რომ წაგებული დაში იყო რამით, მაგრამ იქნა გამომდინარე რომ ნარავნი არ იქნებოდა, ახლა შენ კარგად იცი ფეხბურთი. რამე სხვა შევეჯიბროთ, როცა ჩელენჯს გავაკეთებთ მზიურში და იქ გავაკეთოთ სასჯელი. რა სიტყვი? მე ვიცი რომ ძალიან მაგარ ბუქნებს და აჯიმანიებს აკეთებს ჩვენი ძმა. კი, ჩემზე არის ხო? ორს ვერ აკეთებ, ხო და? სხვათა შორის 10-მდე ავედი. მოკლედ, შენ უნდა დაინიშნო დრო, ეხლა მე ამოვიღებ. აუ, წააგებინე რა. მოიშორე რა. და გაშალე რომ ვანახეთ რა. რო იცოდნენ რა, რა გუნდზეა საუბარი. კარგი. ტოტენჰემი, სონი, კეინი, ლორისი.
ეს ლორისი ყველგანა. ლორისი მართლა ყველგანა. ორი ქულა მე. აბა წავიდა. მოიცა ის წამი. შეგიძლია. შემილია ურევთ. ცივი არც ერთი არ არის ტყუილად ეძებ. ურევთ. ეგ უბრებო? აი კაპი წერო, მაინც რამე ის არ იყოს. აი, აბა ვნახოთ. რა ბურსებია ჩაკეტილი. აბა წავიდა ჩელსი. დიდიე დროგბა, ფრენკ ლამპარდი და პეტერ ჩეხი. ბრავო. აკოსაც ორი ქულა გაუხდა, მეგობრებო. მე ფეგურთელებს ნახე, მაინც არ ვივიწყებ. გაგას აუტსაიდერი, ნახოთ. იმედია დინამო თბილისი ამოუვა ეხლა და ნახოთ გაგა, იქნება საქართველოს ნაკრები ამოგივიდეს. იქნებ გამიმართლოს დღეს. პრემიერ ლიგა. ჩელსი. ტოტენჰემი არ არის? არის. კაი, მოდი არ გავაჩერებ, რამდენი წამი დაგჭირა მესამე გუნდიცო თქვა. ჩელსი, ტოტენჰემი და Manchester Manchester. 17 წამი 18 წამში ჩაეტია. მიულოცოთ მეგობრებო. პირველი ქულა მოდი ვაჩქოთ ეს ქულა, იმიტომ მე და ვაჩქოთ არა გამოიცნო კაცმა, იფიქრა. 7 7 წნარად გაწონასწორებულად აბა რა. კაი, ჩვენ შორის არის ორი ქულა. თუ სიტყვაზე ფრემბორჩა გვაქვს იმის საშუალება გავაგზავნოთ წაგებავდე. კაი, გაგას ერთი ქულა აქვს, მაგრამ ჩვენ თუ გამოვიდა გაგამ გამოიცნო, გაგას ექნება შანსი. საინტერესო იქნება, გაგას შანსი აქვს. ამას ამოვიღებ. საინტერესო თამაში გამოვიდა ისე? სხვა თამაშიც არის და თუ ფრემორჩა ჩვენ შორის, თუ გინდა ის ვითამაშოთ, გეტყვი მე აქედან გამო. კაი, მოკლედ ჯერა ჩართო, შეგილია ჩართო. ლა ლიგის სამი გუნდი, ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო, ლა ლიგა შემხვდა მე. აუ, რა მარტივები ამოძიეს და შენ პრემიერ ლიგა გამოგივიდა რა, რართული ამოვიდა. ო რა. იმის ბუნდესლიგაც მე ვარ ფეხბურთში ძალიან. აკო თუ გამოიცნობ, მოკლედ მე და შენ იმ თამაშში შევეჯიბროთ ასამოთ. ნახოთ, ჯერ, ჰოპ. ნანინა. ნანინა. ლიგა 1 ეს არის საფრანგეთი, ხო? PSG, ლიონი, მონაკო. ბრავო. მოკლედ მე და აკო სამსავი ქულა. მაინც ნახოთ. პრესტიჟის მეორე ქულას. აბა რა ეხა სადისა ორი ქულას რო დააგრო. პრესტიჟის. დრო არ ჩაურთო. კაი. დრო არ ჩაურთო. კაი. დრო არა. პიდი გაგა. Manchester City, ჰალანდი, 17 ნომერი, გოუთი. მაცალ ერწუს. აცადე. დრო ჯერ არ ჩავერთო. Manchester City. ჰალანდი. ჰალანდი. ერთი წუთი. ვინ არის? მაგარი მეპასერო არის. როგორ დამავიწყე? ბელგია, კდბ. კევინ დე ბრუინი. და ნახევრად თურქი, ნახევრად გერმანელია, ერთი კიდე ბარსაშიც რო იყო. ის აიდან უნდა იცოდეს, ის არის ის. კევინ დე ბრუინი ხო იცოდა? კიდევ ასტონვილას გაუტანა ბოლო გოლი. კინკლაძე. გიორგი კინკლაძე. გიორგი კინკლაძე. მოკლედ. ბრაო გაგა. მაგის გამოიცნო. გაგა შემდეგში მე მგონი არ უნდა თამაში. გაგას მოვიტან სხვა ინტელექტუალური თამაში. შენ იყავი საჯი მაგ დროს. ამ თამაშის მე და შენ ხო რა მე და შენში ფრე არის. ეხა ამ გონია რომ აქ ისევ ისეთები ეწევა ორივე გამოიცო და მოდი მუღამი მივცეთ. ესეთი რაღაც. მოკლედ გაგამ ამოიღოს რა თემა და ესეთი რაღაცა არის რა. პირობით ამოიღე მიდი ერთი თემა და გეტყვი მე და შენ რა შევეჯიბროთ ერთ. ჯერ რატო უნდა ამოიღო? არა, წინასწარ. ანუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა რა, ამის დროში არ ვასახებ. პირობით ამოიღებს, რა ამოიღო ვნახოთ და იმის თანხით გეტყვი, თუ ამოიღებს გუნდს, მაგ გუნდის რამდენ ფეხბურთელს დავასახელებთ 20 წამში რა, უბრალოდ 30 წამში და შევივაჭროთ ერთმანეთს რა. და ერთმა უნდა თქვას რომ ვერ იზავ რა. რა არის ბარსელონა? ბარსელონას რამდენ ფეხბურთელს ჩამოთვლი 30 წამში. და მე უნდა გითხრა, ან მაგდენს ვერ ჩამოთვლი და უნდა დაიწყო და უნდა ჩამოთვალო და მომიგო, ან მე უნდა ჩამოთვალო და თუ ჩამოთვალე, შენ აგებ რა. ანუ ხომ მიხდი თქვა შენ თქვი პირობითად რამდენს ჩამოთვლი. ძალიან ბევრი არ თქვა რომ შევივაჭროთ ერთმანეთს. ვივაჭროთ? არა, ხო აი 10-დან დავიწყოთ პირობითად. აი მე ჩამოთვლი 10, შენ ჩამოთვლით 11? კი, აბა რას. კაი, მე 12 ჩამოთვლი. 13 ჩამოთვლი. სადღაც გეტყვი რომ ვერ იზავ და უნდა ჩამოთვალო. ან შეიძლება შენ მითხრა. 13 ჩამოთვლი? კი. რამდენი წამია? 30 წამი გვაქვს ოღონდ. 30 წამი. 13 თუ ჩამოთვლი 14 ფეხბურთელი ბარსელონასი. ჩამოთვლი 14. 15 ჩამოთვლი. 15 ჩამოთვლი?
12-ს კი ჩამოთვლი შენ, ეხლა მე თუ ჩამოთვლი 16-ს მაგაზე ვფიქრობ. კაი, 16-ს მე ჩამოთვლი. ვერ ჩამოთვლის. და ჩამოთვალოზე. კაი. მოგეთ, ხარების გადაცემა შენ მიყავს მოუ და შენ დაამთავრე. 16 უნდა ჩამოთვალო, შენ დაითვალე. 30 წამში უნდა ჩამოთვალო, 16 ვთქვით, ხო? კი, შენ შაგირთავთ, კაცო და მე დავითვლი იმას, ხო, ოკეი, კაი, დაიწყე. შეგეშლება ვალდერი თამაში. კაი. 3, 2, 1. ვიქტორ ვალდესი, დეხეა, პიკე, დანი ალვეში, ჟორდი ალბა, პუიოლი, მე ცენტრში ბუსკეტსი, ჩავი, მასკერანო, გავი, პედრი, ლევანდოვსკი, ლამინი ამალი, მესი, სუარესი, ნეიმარი, იბრაჰიმოვიჩი, ეტო, კიდე ვინები ყავდათ დაცვაში? 13-ზე ხარ. 13-ზე ვარ? სამი ფეხბურთელიც. კუბარსი, გიუნდოგანი, ეხა ვინ უდგათ კარში? შესნი უდგათ ხო? ხო, შესნი. მორჩა დრო. აი, მორჩა მეგობრებო. მე მგონი ჩამოთვალე არის ხო? მაგას ვიდეოში ვნახავთ. მე გადაამოწმე, მაგრამ მე მაინც დაში. მე მგონი ჩამოთვალა, ზუსტად ვითვლიდი, მაგრამ ამერია, იმიტომ რომ ამრიე შენ. მე სულაც ნეიმარი ხო, აი, რაღაცეებს იძახთე. კაი, მოკლედ ვიდეოში იქნება თუ გავიმარჯვე, მოდი რამე ჩენჯი. ჩემთვის გამარჯვებული ხარ. ხო, მაგნესაც არ ელო. გამარჯვებული. მაგნესაც ჩემთვის გამარჯვებული ხარ, იმიტომ რომ თუ კიდე გავაგზავნოთ გაგასთან შედარებით. ხო. მე ვარ ოლიმპიადა მოიგეძმა. მოდი თუ კიდე 3-მდე იყოს და გავაგზავნოთ თუ გაგისწორდა ეს თამაში, შეგვიძლია 3-მდე იყოს და თქვა, ანუ ეხა მე არ ვიცი მოვიგე თუ არა, მაგრამ მე მგონია რომ ჩამოთვალე. იმიტომ რომ იმ იმაგარი ბარსელონას ყველა ვთქვი. მოდი მაგარი რაღაცას გეტყვი, აი სპონტანურად რომ მოვიფიქროთ. რამე ისეთ სიტყვაზე ფეხბურთელის სახელები შევეჯიბროთ. თქვი მაგალითად რომ აი ამოვიდა რა ქვია ზ და ზ-ზე შენ დაიწყე და ხო და ეს გვარი უნდა იყოს ალბათ ხო? ოკეი, ხო, ეხა ვინც იცნობს ფეხბურთს. მოდი ამოვიღოთ და პირველი ასო რაც იქნება აქედან ამოღებული იმაზე შევეჯიბროთ. ნუ ვინ იქნება ეხლა ისეთი სახელი? არა, სახელი არა, რაც ეწერება. რამე რთულზე გავაკეთოთ. ნახე, მოდი ნახოთ აბა რა წერია აქ. აბა ნახოთ. ბოლომდე ბარემ გავხარჯოთ ხო, რა ჩვენ. ფუთები რო ამოწუროს. კი. აი რზე დავიწყოთ. რეალ მადრიდი ეწია და რზე, ან თუ კიდე რეალ მადრიდის ფეხბურთელი. არა, იმენა რზე იყოს. კაი, დაიწყე. მე დავიწყო? კი. რაიკარდი. ეგეც უნდა თქვა რომ რაიკარდი მაგალითად რო გაგიგია. ხო. ვინ არის რაიკარდი? ბარსელონაში ჰოლანდიელი ფეხბურთელი. ანუ ეგრე ზუსტად შეიძლება არა, თუ არ ვიცი რა ისეთი ახლა შეიძლება ვინმე კაი, მოდი მე ისეთებს ვიტყვი ჯერ რზე პირველი ვინც გამახსენდება ალბათ არის რაული. რაული ალბათ იცი რომ იცი ვინც არის. რაული ქართული სახელიც არის, ხო, ქართველებსაც. რაულ რომელი რაული? რაული აქ რო იყო ჩამოსული ლეგენდების მასე, რომელსაც ბარსელონას და იმის რა ქვია რეალის ორივე იმაში აქ ნათამაშები და ღორის თავი ესწროდეს. კაი, გასაგებია. მოკლედ ვიცი. ეგ ფიგუ იყო. აუი. მაგრამ ხო ნუ რაულ გონსალეს ბლანკო. კი. კი ბატონო. რობენი. ჰოლანდიელი. არიენ რობენზე არის საუბარი, კარგი. რზე რონალდინიო, აი ესეც ჩამოსული იყო რეგულარულად მასე. ჩამოსული იყო ეს. კაი, რზე კიდე. მაინტერესებს ისე ამის რამხელა გაქანება აქვს. რონალდო კიჭა 9 ნომერი. რონალდო კრისტიანო. აჰა. რზე მე მაგ რაღაცები თავში, მაგრამ ეს მე მინდა ბოლოს გამოვიყენო. თუ იმას რზე კიდე ვინ არის, აბა? უბრალოდ ძალიან დიდი ხანი არ გაგიგზავნა. ხო, არა. გათამაშება. ხო, კაი. რზე მარტივად რამეს მაინც ვიგებდეთ. რობენი თუ თქვი რიბერის გეტყვი მე? კარგი ბატონო. რომელსაც ასევე ოქროს ბურთი მოპარეს, რომარიოს გეტყვი ბრაზილიელ ძალიან მაგარ თავდასხმას. რზე რუბენ დიაში. ეგ რუბენ დიაში რუბენი ქვია? თუ დიაში? ანუ აუცილებლად გვარი იყოს. არა, ნუ ვინც რიბერის როდის მოპარეს ოქროს ბურთი ერთი იმწეს არ იმსახურებდა და აი ეხა არ იმსახურებდა. მაგაზე ცალკე გადაცემას ჩავწეს ვინაც იმსახურე. რზე როდრიგო მაშინ, ეხლა რო თამაშობს სიტის რო დაუკამბექა. მაშინ როდრი, მანჩესტერ სიტის რო. როდრის თუ ამბობ შენ რზე რა ვიცი ეხლა ისწავლით მაგალითად იუნაიტედში რზე ვინ თამაშობს აბა? ტოტენჰემში. მე შემიძლია მაქსიმალურად მოკლა. ხო, არა, სადამდეც გავკაჩავთ რა. მე თავში მართა მაქვს რაღაცები, პროსტა არ მინდა ჯერ ეს თქვა. რო გამიჭირდება მე, შენ რო გაგიჭირდება მე. შეიძლება მეც თქვა მე რა და დაგასრო ის. კაი, რეხვიაშვილი არის, გაგრაში თამაშობს და მაკედან გამომდინარე ვიცი. ეს ნახე რა. სერხიო რამოსი და რეხვიაშვილი ბიჭო. მაგრამ კარგია ეს ეროვნულ ჩემპიონატს, ესე იგი თუ აყურს ადევნებ და ასევე კიდე რიჟვაძე შემიძლია თქვა. ვინ რიჟვაძე? ფეხბურთელი იყო. აჭარის პრინცი არის, მთავრობის. არა, ეგ თონიკე რიჟვაძე, ესე არ მაქვს რა.
ვინებზე გადავიდა, უყურეთ და ის გამოწერილი თუ გაქვთ ის გავაკეთეთ. და subscribe. აი ხა ეგრე გაგა შენ შეაფასე მე ამის ხო გამოყევი ხა კაი როზე რამდენი ვიღაცა ბიჭო რა რაზმაც როგორ მაგრა უბერავ და კაკა რაზმაცი პარემ გადა უბაში ყომარო და აუ როგორ დამოვიწყო ჩემ მეტი რატანაა და ვიცი პროსტა ანუ უნდა დავფიქრდე ახლა მაგალითად მოდი ბარსელონაში შენ თქვი ის ხო ესპანელოა როდრი შენ თქვი კი რუზე რო იწყებოდეს გვარი რაიკარდიც თქვი კი უეჭველი ო აბა აფშტაინიო ჩვენ მოფერატორა დაუთვალოთ ახლა მურთაზას. კაი 30 რემსი 30 გორდონ 25. არონ რემსი გითვლით 15 წამს. კაი 15-ია 30-ში და 15. კაი 15 იქონდეს? ჩაუთვალოთ რა და რომე რემზი? ხო რომე გოირო გახონდა ხალხი რო იხოცებოდა მაგაზე. კაი რემზი თქვი. აკოსაც ჩაულ. ჩართული. რიკარდო პორტუგალიის მეკარე. რიკარდო. ხო, მაგრამ რიკარდო ხო თქვი არა, სახელი. რიკარდო იყო, იმენა რიკარდო, გვარიც რიკარდო, ჩაწერეთ უგინდა და ნახე. მე იქ ამოანათე შე რო იცი ესე ხელი. ჩართული გაქვთ თქვენ დრო ამასობაში. მე რიკარდო თქვი. რიკარდო თქვა და ეხა ჩემი უნდა ჩართავიდან. მედი ერთსაც დაგიმატებ. 15 წამის ასვლა დაიწყო. რავანელი. მალადეც. ეხა ეს არ არის ნარავნი მე დიდი დრო მქონდა საფიქრი შენ არ ელოდი. რამირესი ჩელსიში თამაშობდა. ბრაზილიელი. რამირესი ხო თქვი იმას რა ერქვა? კოლუმბიის ნაკრებში თამაშობდა რამირესი გამახსენდა გაგრას. მოიცა? თქვენ დრო მოიწურო. მოკლედ დავმარცხდი არც ვერ დავამარცხდი. არა, ბრავო, ბრავო. ვერ დავამარცხდი. შენ გეცოინება. ეხლა როდლად კარგად დიასპარეს აჩემი აზრი. ახალგაზრდა რეალში თო თამაშობდა კოლუმბიის ნაკრებშიც. როდრიგესი? ხო, როდრიგესი, აი გუნა მეთქვა. ჯეიმს როდრიგესი. ხო, არ გამახსენდა. როგორ არის? ახლა თამაშობს უთხარი როგორ არის? ხო. არ გამახსენდა. მოკლედ ერთი სიტყვით ესეთი სახალისო თამაში და საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. აკოს მადლობა ორი რაღაცისთვის. პირველი სტუმრობისთვის რა თქმა უნდა და მეორე საერთოდ შენ გარეშე ეს ამბავი არ გამოვიდო და ვინც არ იცის, მოკლედ კი შეიძლება აკო ასე სტუმრის იმაში ხშირად ყავდეს, მაგრამ როგორც ასეთი მე და გაგა უნდა წავიყვანოთ და მოკლედ ეს გადაცემა საერთოდ რო ასეულს ამ კაცის დამსახურება ზუსტად ამ ადგილას მოგვაფიქრდა ეს იდეა რამოდენიმე კვირის წინ და რაღაცეები მოკლედ იმ რაღაცეების შეძენაშიც ეს ადამიანი დაგვეხმარა, ამ რაღაცებსაც დალანჩვაშიც აკო დაგვეხმარა და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. წყალიც მე მოუტანე. არა, წყალი მე მოვიტანე, ამას იტყუება. წარმატებებს გისურვებთ ორივე ამ საქმეში დებიუტანტები ხართ, მინდა რომ წარმატება გისურვოთ მე როგორც ძალიან ესეთმა იუთუბერმა. ატუბე. ბიჭებო, წარმატებები, გაგა, კარგ სტუმრებს გისურვებთ, კარგი ფეხით მოსულიყვნენ. და კარგი ფეხსაცმელით წასულიყვნენ. მოკლედ და აქვე დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ სპორტული კუთხე კემპი მდებარეობს ვაჟა-ფშაველას 45 ნომერში შეგიძლიათ გვესტუმროთ და შეიძინოთ ნებისმიერი თქვენი სასურველი ნივთი. ჩვენი სოციალური ქსელები ამონათდება ვიდეოში. და peace out. ბურთი დაატრიალე და ისე გავიდეთ რა ბურთი. ძალიან მაგარი რაღაცეები იცის ამ ბიჭმა ფეხბურთის იმის გარდა გუნდების გარდა რა ქვია. მე შეიძლება ფეხბურთი მიყვარდეს, მაგრამ მხოლოდ რეალ მადრიდის თამაშობს და ნაკრების თამაშობს უყურებს. თავარი ხო ნაკრების თამაშებს უყურებ. რა თქმა უნდა. კარგად, მოკლედ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.